პირველ რიგში ეუთაოდირთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხრიდან მასში, როდესაც სულ რაღაც ერთი თვეც არ არის უკვე დარჩენილი ამ რუსულ სპეცოპერაციამდე, ეუთაოდირის მოწევა არის კიდევ ერთი ტყუილი და კიდევ ერთი მანიპულაცია. ჩვენ გვახსოვს მანამდე ეუთაოდირის გვახსოვს ქართული ოცნების განცხადებები ეუთაოდირთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწევას არ აპირებდნენ ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ უკვე რომ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველანაირი შესაძლებლობა ტექნიკური ამოწურულია იმისი, რომ ეუთაოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე, მაშინ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ფორმალურად, რომ უბრალოდ მიმართოს ეუთაოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ შექმნა რაღაცა ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება რაღაცნაირი ტიპის არჩევნები, რეალურად ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ახლა ეუთაოდირის მხრიდან რომ ის პასუხი იქნებოდა, რა პასუხიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი, იმიტომ რომ ეუთაოდირის პრაქტიკიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც მთელი ძირითადი წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად გავლილია და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც ეუთაოდირი მათ შორის გრძელვადიან დაკვირვებას აწარმოებს ხოლმე საარჩევნო კამპანიაზე, მემზადება ტექნიკურად და ასე შემდეგ, აი ამ მოცემულობაში რა მოცემულობაც ეხლა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, შესაბამისად მათი პასუხიც იყო მოსალოდნელი ამ ოცნების მანიპულაციაზე. ქართული ოცნება ამასთან როგორც ყველაფერს სხვასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებითაც იტყუება ქართულ ოცნებას, რომ მართლანდომებოდა ამ რუსულ სპეცოპერაციას დაკვირვებოდა ეუთაოდირი, მაშინ მან ძალიან კარგად იცის ვადები იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა მოიწვიოს ეუთაოდირი, რა ვადაში უნდა მოხდეს და რა მოსამზადებელი სამუშაოები ჭირდება შემდეგ ეუთაოდირს აქ ამ ქვეყანაში, რომ ტექნიკურ სამუშაოებს გულისხმობ, რომ განახორციელოს ეს სრულფასოვანი დაკვირვება, მათ შორის გრძელვადიან კონტექსტში და მოკლევადიან კონტექსტში. ეს პრაქტიკა ამ ქვეყანას აქვს, ეუთაოდირი ძალიან ბევრჯერ აკვირდებოდა ამ ქვეყანაში არჩევნებს, მათ შორის აკვირდებოდა ბოლოს რუსულ სპეცოპერაციას და სწორედ ეუთაოდირის მიერ მიგნებული მთავარი დასკვნების შედეგად და ეს დასკვნები იყო მთავარი გამსაზღვრელი იმისთვის, რომ ეს სპეცოპერაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არ აღიარა არც ერთმა ქვეყანამ. ამიტომაც რეალურად ქართული ოცნებისთვის ეუთაოდირის დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაში არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება და ტარდება რუსული სპეცოპერაცია მოსყიდვით, დაშინებით, პირადობის მოწმობის წართმევით და ასე შემდეგ, მათ ეუთაოდირის დაკვირვება ოქმნის პრობლემას. ამიტომაც როგორც ყველაფერში ატყუებენ საქართველოს მოქალაქეებს, ზუსტად ისე შეეცადნენ ახლა რაღაცა აი ამ ფარსის დადგმას, რომ რაღაც ერთი ძალიან მოკლე დროში, მაშინ როდესაც ერთი თვე არ არის დარჩენილი და შეუძლებელია უბრალოდ ფიზიკურად ეუთაოდირმა მოასწროს ან მომზადება, ან დაკვირვების მცდელობა კონდეს მათ წინასაარჩევნო პროცესზე მოიწვიოს მაშინ ეუთაოდირი. კიდევ ერთხელ ვიძახი, ამ ქვეყანაში ეუთაოდირის დაკვირვებას მრავალწლიანი რა შუაშია საწერია? რა შუაშია? პირველად მოიწვია ეუთაოდირი? არ იცის ვადები? ბოლო არჩევნებზე როგორ მოიწვია? მთელი წინასაარჩევნო კამპანია ხო აკვირდებოდა? 2021-ში როგორ მოიწვია? 2020-ში როგორ მოიწვია? ესეც არის ტყუილი და ესეც არის მანიპულაცია. ქართული ოცნების იმის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ქართულ ოცნებას ქონდა ვალდებულება და უნდოდა რომ ეუთაოდირი დაკვირვებოდა პროცესებს, მან ძალიან კარგად იცოდა რა ვადები უნდა დაეცვა. არაფერ შუაში არ არის აქ ვადები სად არის გაწერილი. ეხა ბოლო არჩევნებზე ხო იცოდა რა დროს უნდა მოეწვია იმისთვის, რომ ეუთაოდირს განეხორციელებინა სრულყოფილი დაკვირვება წინასაარჩევნო პროცესზე. ძალიან კარგად იცის ეს კობახიძემ, ძალიან კარგად იცის ეს პაპუაშვილმა და ძალიან კარგად იციან ეს ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა. უკაცრავად, ამას თქვენ ამბობთ, რომ საკმარისი დროა თუ კობახიძე ამბობს? არა, ფიქსირებული ვადები არ არსებობს. არა, თქვენ არასწორად ინტერპრეტირებთ ამას ძალიან. ვადები არ არსებობს ხალბატონო ანა ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში.
კარგით. ეხა მე გიპასუხებთ. ნახეთ, თქვენ გავიგეთ, თქვენი მთავარი პროპაგანდის ხაზი რა არის? თქვენი მთავარი პროპაგანდის ხაზი არის, რომ ეუთოოდირს დააბრალოთ, ეგ ყველაფერი, ან ზუსტად იგივე რაც ქართული ოცნების და გასაგებია ეხა პროპაგანდისტული მედიისგან, რომ ამ კითხებს ვსვამთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმარტავთ და ძალიან ცხადად მინდა რომ ეს გაიგოთ. პირველ რიგში ხა თქვენ შეგიძლიათ ამ დაწერილი კითხვის ნაცვლად გადაამოწმოთ 21-ში, 20-ში და სხვა დროს როგორ ხდებოდა ეუთოოდირის მოწევა. არაფერ შუაში არ არის, აქ დადგენილი კანონში გაწერილი წესები, რასაც თქვენ ახლა იზახით და რაზეც თქვენ აპელირებთ. როგორ მოიწვია გეკითხებით მე თქვენ 24-ში და როგორ მოხდა, რომ რამდენი თვით ადრე იყო მოწეული ეუთოოდირი ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე. დაუსვით ეს კითხვა, ვინც ეგ კითხვა დაგიწერათ მაგას და დაუსვით კობახიძეს აბა. იქნებ გითხრათ, მინიმუმ, არა ნახეთ, მინიმუმ 6 თვით ადრე. იმიტომ რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის და მათ შორის ეუთოოდირის დაკვირვებას მესმის, რომ თქვენ მაგის პრაქტიკა არ აქვს, არ გევალებთ, რომ ეგ პრაქტიკა კონდეს, არ არის ეს თქვენი კომპეტენცია. და კობახიძე მე ძალიან კარგად იცის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მათ შორის ეუთოოდირის გრძელვადიან დაკვირვებას ჭირდება მომზადება, ჭირდება მათ შორის ტექნიკური მომზადება. ეხლა მე თქვენ გეტყვით, წინა საარჩევნო კამპანიის ძირითადი ერთი წუთით, არათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ანუ არჩევნების დღეს გულისხმობთ მარტო, რატო წინა საარჩევნო არჩევნების დღე არის არჩევნების მხოლოდ 20%. 80% საარჩევნო კამპანიის და როგორ ჩატარდა არჩევნები, იყო თუ არა სამართლიანი, იყო თუ არა თანაბარი და კონკურენტუნარიანი, ეს განისაზღვრება საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მართლა არ უნდა ქართულ ოცნებას საარჩევნო კამპანიას დააკვირდეს ეუთოოდირი? რატო არ უნდა? თქვენ თვითონ გაიცით ახლა მაგას პასუხი. იმიტომ რომ არჩევნების დღე არის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი მთელი საარჩევნო კამპანიის და საარჩევნო კამპანიის თავარი ძირითადი, სადაც ქართულმა ოცნებამ უკვე ჩამოართვა პირადობის მოწმობები საქართველოს მოქალაქეებს. მე შემიძლია კონკრეტული ფაქტები დაგისახელოთ სამეგრელოში. შემიძლია წაგიყვანოთ და განახოთ ადამიანები. სადაც უკვე დაიწყო, აი მაგალითად, საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელსაც ეუთოოდირი უნდა დაკვირვებოდა. არა, უნდა გიპასუხოთ ბოლომდე. საუბნო საარჩევნო კომისიაში, სადაც ეუთოოდირი უკვე უნდა დაკვირვებოდა და სადაც უკვე მორჩენილია პროცესები. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამოიღოთ და საინიციატივოდან ეგრეთ წოდებული, რომელიც კანონის მიხედვით უნდა იყვნენ არაპარტიული დამოუკიდებელი ადამიანები, ვინ არიან დანიშნული? 99% ქართული ოცნების აქტივისტები, ქართული ოცნების ოჯახის წევრები. ეს პროცესი უკვე არის გასული. ამ პროცესს ეუთოოდირი უკვე ვერ დააკვირდება და როდესაც ქართული ოცნება იძახის იმას, რასაც იძახის, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მათი მცდელობა, რომ ეხლა ეუთოოდირს დააბრალოს ის, რომ თურმე მათ არ უნდა ჩამოსვლა, მაშინ ესე შეგვიძლია კითხვა შეუტრიალოთ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორია, რომ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ხელა ორგანიზაციამ სრულყოფილი, მე თქვენ გეკითხებით, სრულყოფილი დაკვირვება განახორციელოს მაშინ, როდესაც ერთი თვით ნაკლები არის დარჩენილი არჩევნებამდე. მთელი საარჩევნო პროცესი არის გასული. დაამთავრდა საოლქო საარჩევნო კომისიებში. აი ეს პროცესი ახლა რაც მე მოგიყევით. ხო და მე გინმარტად. შეხედეთ, მე გინმარტ რა შუაშია დოკუმენტი თქო, კიდევ ვერ გაიგეთ, რა გინდათ, კანონში გინდათ ეწეროს? არა, ეს არის, აი ხა თქვენ, ნახეთ, კიდევ ერთხელ მეორებ, რომ მესმის თქვენი პროპაგანდისტული ხაზი, მესმის, რომ ქართულ ოცნებას ახლა ეს აქვს თავის გასამართლება, ეს მოსალოდნელიც იყო, როდესაც ქართულმა ოცნებამ იმ განცხადებების შემდეგ, მე თქვენ მოგიწოდებთ, რომ ამოიღოთ, აბა რამდენიმე თვის წინ ქართული ოცნების განცხადებები და პირადად კობახიძის განცხადებები ეუთოოდირთან დაკავშირებით. პაპუაშვილის განცხადებები ამოიღეთ, სადაც ის საუბრობს, რომ ეუთოოდირის მოწევას არაპირებენ. გინახავთ ეს განცხადებები? გინახავთ, ხო? რა შუაშია ეხლა, რასაც თქვენ მეკითხებით კანონით დადგენილი ვადები. ეს არის манипуляция ზუსტად, რასაც მეკითხებით და სამთავრობო ხაზი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართულ ოცნებას როდესაც ჭირდებოდა, რომ ეუთოოდირი ყოფილიყო სადამკვირვებლო მისია ამ ქვეყანაში და დაკვირვებოდა არჩევნებს, ყოველთვის იცოდა რა კონკრეტული ვადები უნდა დაეცვა. ძალიან კარგად იცის ეხლაც, რომ იმ მოკლევადაში რა დარჩენილია საარჩევნოდ, ვერ შეძლებს ეუთოოდირის სრულყოფილად დაკვირვებას. აი გეკითხებით და კითხვაზე მიპასუხეთ, მაშინ თქვენ ნახეთ, ან იმას მიწერეთ, ვინც კითხვა დაგიწერათ. აგერ გეკითხებით, დასრულდა საოლქოში ყველა პროცესი, საერთოდ უკვე დასრულებულია. გაყალბების პროცესი, რაც გულისხმობს მათ შორის უბნის კომისიის წევრების საინიციატივოების, რომლებიც არაპარტიულები უნდა იყვნენ კანონით. დანიშნული არიან ქართული ოცნების წევრები. უბნის კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები, კომისიის მდივნები, უკვე განსაზღვრულია წინასწარ ვინ იქნებიან და იქნებიან ქართული ოცნების სამორჩევლები. შედით საოლქო
კომისიებში ნახეთ ვინ არიან საოლქო კომისიების საინიციატივო წევრები, რომლებიც წესით უნდა ყოფილიყვნენ არაპარტიული ადამიანები, სუსის მიერ დანიშნული კადრები. ეს პროცესი არის გავლილი. ნახეთ, კიდე ცალკე ტრაგედიაა საერთოდ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს რატო ძინავთ ამასთან დაკავშირებით და რატო ხმას არ იღებენ და რატო არიან ამ ყველაფერში ჩუმად. მაგრამ აი ეს პროცესი, ანუ დაკვირვება ეუთო ოდირის, მათ შორის ითვალისწინებს ამ გრძელვადიან დაკვირვებას, იმიტომ რომ საბოლოო ანგარიში როცა დგება ეუთო ოდირის, იქ მარტო არჩევნების დღე არ არის განხილული შემოძვირფასება. მან განხილული არის მთელი საარჩევნო კამპანია, როგორ ჩატარდა, რამდენად თანაბარი შესაძლებლობები იყო პარტიებისთვის, როგორ მიმდინარეობდა ეს საარჩევნო კამპანია, რა ხდებოდა ცესკოში, რა ხდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, როგორ ირჩეოდნენ უბნის კომისიის წევრები, როგორ მიმდინარეობდა წინა საარჩევნო კამპანია. ეს პროცესები რაზეც მე ახლა ვისაუბრე, ეს იყო პროცესები, რომლებიც უახლოესი 2 თვის განმავლობაში უკვე მორჩა. ამიტომაც აბსოლუტურად გასაგები იყო ქართული ოცნება ამასთან დაკავშირებით, რასაც იზამდა და რატო აკეთებს. აი მართლებით ჩაგიკითხებით, ხომ არ იყო ამის მიზეზი ერთ-ერთი ის, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ბევრი კრიტიკა წამოვიდა მათ შორის ოპოზიციიდან, რომ მათ ანგარიში არ იყო კონკრეტული დარღვევები, ისეთი, რომელიც ეთქეშ დააყენებდა ეუთო ოდირის გარდა ამისა მოვისმინეთ ეუთო ოდირის ამოსწრებელ დირექტორის სინირიოღლუს განცხადება, რომ ოპოზიცია უნდა უშვა შეცდომა, მაშინ როდესაც პარლამენტში მანდატები არ გამოიყენა, ხომ არ შეიძლება არა, ეუთო ოდირის, თქვენ ახლა შეგიძლიათ ჩემთან ერთად დაждდეთ და ეუთო ოდირის დასკვნა წაიკითხოთ სათითაოდ. ეუთო ოდირის დასკვნა იყო საფუძველი იმისი, რაც საბოლოოდ გახდა მთავარი საფუძველი იმისი, რომ ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებული პარლამენტი არ აღიარა არავინ და ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ. ეუთო ოდირს მათ შორის პირადად მე გადავეცი 40-ზე მეტი აუდიო და ვიდეო მასალა მოსყიდვების, პირადობის მოწყობების, ჩამორთმევების და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენ არ აგვაქვს ეს პოზიცია ეუთო ოდირთან დაკავშირებით. ეს არის არ ვიცი ვისი შეფასება, შეიძლება თქვენი შეფასება, მაგრამ თუ ვინმე ამ ქვეყანაში ეუთო ოდირის, ნახეთ, თუ ვინმე ამ ქვეყანაში ეუთო ოდირის დაკვირვება, ჩამოყვანა და არ აწყობს, ეს არის ქართული ოცნება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ეუთო ოდირი იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც ბოლოს საპარლამენტო არჩევნებზე მოახდინა არჩევნების დაკვირვება, დაწერა ის დასკვნა, რაც დაწერა, რამაც ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რეალურად კრიმინალური ბანდა გახადა არალეგიტიმური. ამიტომაც აბსოლუტურად ბუნებრივია ახლა ქართული ოცნების ცელობა, რომ ისე წარმოაჩინოს ეს ყველაფერი, რომ აი იცით რა მე შევთავაზე ეს ეუთო ოდირს, მაგრამ ეუთო ოდირმა თქვა თვითონ ეს ჩაგეკითხებით თუ შეიძლება. კი ბატონო. თუ ბადად არის პრობლემა, მაშინ უნდა იყოს რაღაც განსაზღვრული ვადა, რომ ამ ვადიდან ამ ვადამდე შესაძლებელია მოწვევა და ამ ვადის შემდგომ უკვე ვეღარ მოიწვევა ეუთო. და მე რატომ ეკითხებით ეს ეუთო ოდირს უნდა კითხოთ? ხო. არა, თქვენ რასაც ნახეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაზეც თქვენ ახლა აპელირებთ, საერთოდ ყველაფერს აცდენილი კითხვა აბსოლუტურად და გიმეორებთ, რომ მესმის ეგ პროპაგანდის ხაზი თქო. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ახლა ვადებთან დაკავშირებით სადრა გაწერილი უნდა იყოს ამ კითხვის ადრესატი მე არა ვარ. ამ კითხვის ადრესატი შეგიძლიათ მიმართოთ მაშინ ეუთო ოდირს ან მიმართოთ პაპუაშვილს რომ გაწეროს. სადმე თუ ეს ძალიან უნდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეუთო ოდირის მოწვევის პრაქტიკა ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი. ძალიან ბევრ არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო ოდირი, მათ შორის ქართული ოცნების პირობებში, მათ შორის აკვირდებოდა ბოლო არჩევნებს. ძალიან კარგად იცის კობახიძემ, ძალიან კარგად იცის პაპუაშვილმა და ძალიან კარგად იციან თქვენმა პროპაგანდისტებმა, რა ვადები სჭირდება ეუთო ოდირს იმისთვის, რომ სრულფასოვანი დაკვირვება განახორციელოს არჩევნებზე. ძალიან კარგად იციან, რომ ეხლა ერთი თვით ადრე გაკეთებული შეთავაზება ეუთო ოდირს არ აძლევს არანაირ შესაძლებლობას, რომ დაკვირვებოდა ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდს, რომელიც თითქმის დასრულებულია უკვე და რუსულ სპეცოპერაციამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე, ჩაეტარებინა სრულფასოვანი დაკვირვების პროცესი და თუნდაც ამ გავლილ საარჩევნო კამპანიას რო თავი დავანებოთ, ტექნიკურად ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ეუთო ოდირმა ეხლა ამ მოცემულობაში არჩევნების დღესაც დააკვირდეს სრულყოფილად. ამიტომაც ვიმეორებ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს პროპაგანდა ეხლა რის გასაღებასაც ის ცდილობს საქართველოს მოქალაქეებში, რომ მათ თურმე მოიწვიეს ეუთო ოდირი და ეუთო ოდირმა ის სხვადასხვა მიზეზით თუ არ ითქვა ჩამოსვლაზე ნათელია და ნათელია რა მიზნები აქვს ამასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას და ეს მოსალოდნელიც იყო. ვიმეორებ, ამოიღეთ
შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების განცხადებები რამდენიმე თვის წინ ეუთო ოდირთან დაკავშირებით. საქართველოში მაგალითად ის რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მაგალითად პროპარტია მონაწილეობას არიღებს, თქვენს თვითონ დასავლეთიდან რაღაც აღიარება არ არის, შეიძლება ეს მიზეზებიც ყოფილიყო საქართველოში. არ ვიცი, მე ვერ ვისგან უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. არ ვიცი, მე ხო ვერ გიპასუხებთ ეუთო ოდირის ნაცვლად. ნახეთ, ეხლა რასაც მეკითხებით, ერთი არის ფაქტი. და ფაქტი არის ის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება. ამ ქვეყანაში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც არ აკვირდება არავინ. არ აკვირდება არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არ აკვირდებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ანუ ამ რუსულ სპეცოპერაციას ეხლა როგორ გაასაღებს ირაკლი კობახიძე, რომელსაც თავისი მომხრეები გონია იდიოტები, იმას შეასაღებს ეხლა რომ ეუთო ოდირი თურმე თვითონ ამბობს უარს ამ ყველაფერში მონაწილეობას, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. ფაქტი არის ერთი და ფაქტი არის ის, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც უნდა ჩატარდეს 4 ოქტომბერს, არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია არ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და არც ქვეყნის შიგნით. მე ვერ გეტყვით ეუთომ თავის განცხადებაში დავასრულებთ, ერთი წუთი დავასრულებთ, ნახეთ, დავასრულებთ თუ შეიძლება. ეს ეუთომ თავის განცხადებაში განმარტა და ეს ეუთომ თავის განცხადებაში სრულყოფილად ასახა. გისმენთ? 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნას არ აღიარებდა და თავს ესხმოდა მისიას და დღეს აი სწორედ ამაზე შევთავაზეთ, რომ დაგიარებით მოიწვიეს და ასე შემდეგ. ნახეთ, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ აი ეხლა რაც ვილაპარაკე და მთელი ნახევარი საათი მე მგონი მარტო ეუთო ოდირზე ვილაპარაკე, ხო? კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეუთო ოდირის მე არ ვიცი ხა ვინ ოპოზიციაზე საუბრობ თქვენ და ვინ არ აღიარებდა კონკრეტულად. ხო და მითხარით კონკრეტულად ვიზე და სად ნახეთ პირიქით თქო გეუბნებით რომ ყველა ჩემი ბრიფინგი რაც მე სამეგრელოში მქონდა მათ შორის აქ რომ მდგარ ვარ საუბრობდი ყველა იმ მტკიცებულებაზე რომელიც პირადად მე მაქვს მიწოდებულ სხვა ოპოზიციონერების მაგეროთ მე პასუხს ვერ გაცემთ მე გაგცემთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაგეროთ პასუხს და რომ წარმოადგენ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ შემიძლია ესეთი რაღაცა გითხრათ რომ ეუთო ოდირის დაკვირვება ორი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც იმ ფაქტის გათვალისწინებით რაც მე არაერთხელ მელაპარაკია მათ შორის თქვენთან რომ პირადად მე მაქვს მათთვის გადაცემული რამდენიმე ათეულობით უბრალოდ აუდიო და ვიდეო ჩანაწერი როგორ ატერორებენ საქართველოს მოქალაქეებს და პირადად ჩემთან ერთად დადიოდნენ სამეგრელოში იმ სხორპლებთან რომელსაც ქართული ოცნება ართმევდა პირადობებს ემუქრებოდა ზოგს მოკლით ზოგს შვილის გაქრობით და ასე შემდეგ შესაბამისად აი ამ პროცესის დაკვირვება და ეს აისახა კიდეც ეუთო ოდირის დასკვნაში რომელიც მან გამოაქვეყნა როდესაც საუბარი აიყო მათ შორის იმაზე რომ როგორი არათანაბარი იყო გარემო როგორი ძალადობრივი იყო გარემო როგორი ძალადობრივი იყო არჩევნების დღე იგივე პირადობის მოწყობებთან დაკავშირებით და იმ დასკვნაში შეგიძლია ნახოთ რომ ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა იმას რომ საქართველოს მოქალაქეებს მასიურად ართმევდნენ პირადობის მოწყობებს და ასე შემდეგ შესაბამისად ცხადია რომ ეუთო ოდირის ის დასკვნა შორის პირველად ეუთო ოდირის აი ამ დასკვნაში არსად არ ეწერა ის რომ ამ ქვეყანაში საერთოდ მიახლოებული თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩატარდა რაც საბოლოოდ გახდა მთავარი ტრიგერი იმისი რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს კრიმინალური ბანდა რომელიც თავის ავსეზახის ხელისუფლებას არ აღიარა. ჰელსინკის კომისიაზე გიხავთ ეს არის ჩანიშნული. ხო. გუშინებთან დაკავშირებით, ხანდაზებად ამ დღეების განმავლობაში ჩატარებულ აქციებთან დაკავშირებით, თქვენ როგორ ახასიათებთ ამ ყველაფერს, მათ შორის გუშინთიანთან მოყუჩავენ განაცხადა ის, რომ ახლა მთავარი ცენტრი ასე ვთქვათ, უნდა იყოს მელიქიშვილის გამზირი, 4 ოქტომბერს კი უკვე რუსთაველზე გადაინაცვლებთ, ზოგადად როგორ ახასიათებთ ამ პროცესებს, თქვენ ნაციონალური მოძრაობა და ამასთან ერთად ეს ყველაფერი ან ასე ვთქვათ, პროცესების რადიკალიზაციაც მათ შორის ხომ არ იწვევს თვითონ საზოგადოებაში უკვე დიდ დაპირისპირებას. რა რომელ საზოგადოებაში? საზოგადოება არის ერთიანი რომელი არა მეორე მხარეს არიან მეორე მხარეს არანაირი ორი მხარე არ არსებობს არსებობს რაღაც 500 კაციანი ტიტუშკათა ჯგუფი რომელსაც კახა კალაგძე და ირაკლი კობახიძე დინარაძის ორგანიზებით ეხლა უხდიან ფულს ან საბიუჯეტო სახსრებზე სხვათა შორის ჩვენი და თქვენი გადასახადების გადახდილი ფულით შევსებული ბიუჯეტზე ყავთ მიბმული ან ტენდერებზე ყავთ მიბმული ან კიდე ზოგი რითი ყავთ დაჭერილი და ზოგი რითი აი ეს 500 კაციანი რაღაცა ტიტუშკების ჯგუფი რომელიც ახლა ქართულ ოცნებას უნდა
წარმოაჩინოს როგორც რაღაც საზოგადოების ნაწილი და რაღაცა არანაირი საზოგადოებას შორის დაპირისპირება არ არსებობს. საზოგადოების უმრავლესობა და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა შეთანხმებულია იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის რეჟიმი, რომ ამ ხელისუფლებას ქვია რუსული ხელისუფლება, კრიმინალური ბანდა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელში ჩაიგდო და ამ ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ. ეს ამ არჩევნებზეც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან კარგად გამოჩნდა და ძალიან კარგად იცის თვითონ ქართულმა ოცნებამ რის ფასად დაუჯდა მას ძალაუფლების შენარჩუნება. რაც შეეხება იმას, ჩვენ როგორ უყურებთ პროტესტის გაგრძელებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოსვლის პირველივე დღიდან ამბობდა, რომ ესენი არიან რუსები და ესენი არანაირი არჩევნებით არ წავლენ, იმიტომ რომ რუსული რეჟიმი ესე არჩევნებით არ მიდის და ერთადერთი გზა ბრძოლით ჩვენ ყოველთვის გვესახებოდა ქუჩა. ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი ვერ წარმოედგინათ, ეხლა ზუსტად იგივე აზრზე არიან, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ 2013 წელს იცახდა. ამიტომაც ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნებით ყველგან, სანამ რეჟიმს არ ჩამოვშლით. ცხადია, რომ ჩვენი ძირითადი სწორება არის 4 ოქტომბერზე, როგორც ბუნებრივ დედლაინზე, მაგრამ 4 ოქტომბერზეც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა აქციაზე, რომელიც არის დაანონსებული. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი აქცია, როდესაც ნახეთ ეს მაგინებელი რაღაც ტიტუშკები, რომლებმაც არც ქალი იციან, არც დედა იციან, 9 შვილის დედა შეუძლიათ ესე ჩაქოლონ უпростоრად პოლიციას ამოფარებული ნასეტკები და პოლიციას ამოფარებული ჩაულებრივი დედლები, რომლებიც მარტო ვერ გაივლიან ქუჩაში, პოლიცია თუ არ არის მათთან ერთად, როგორ არიან შეყუჟულები, როგორ იყვნენ შეყუჟულები გუშინ და ცხვირი ვერ გამოყოს. ჩვენ თვლით, რომ ყველა აქციაზე ყოფნა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ თვლით, რომ რაც უფრო მეტი ესეთი საპროტესტო აქცია იქნება, ეს მით უფრო მეტად შეარყევს რეჟიმს, ამიტომაც ვიქნებით ყველგან წარმოდგენილი და 4 ოქტომბერს ჩვენი მთავარი სწორება არის 4 ოქტომბერს, როგორც ბუნებრივ დედლაინზე და 4 ოქტომბერს ჩვენ მოტივირებული ვართ და ვიქნებით ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად და 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისი, რომ შვიდობიანად ეს რუსული რეჟიმი დავამხოთ. ამაზე ჩაგეკითხებით, თუ შეიძლება კვერცხების როლა ბანერების დაისიანება, შეურაცხყოფელი სიტყვები, როგორც ოცნების მომხრეების, ასევე ჟურნალისტების, მათ შორის ჩვენს მიმართ. დღესაც შვიდობიანი იყო და არ ცდილობდნენ პროცესების წოვებას. კი. რუსული რეჟიმი იმსახურებს ყველაფერს. მოღალატე ხელისუფლება იმსახურებს ყველაფერს. თქვენ რო გინება გაგიკვირდათ, თქვენს კოლეგა გურამ როგავარო სასიკვდილოდ გაიმეტეს რუსთაველზე. ვინმე დაიჭერეს ამასთან დაკავშირებით? ნახეთ, ხო და თქვენ დაგმეთ გურამ როგავასთან დაკავშირებით? ერთხელ მაინც მოითხოვეთ გამოძიება? ერთხელ საჯარო პოსტი მაინც დაწერეთ ამასთან დაკავშირებით? თქვენი კოლეგა რო სასიკვდილოდ გაიმეტეს? მარტო გურამ როგავა? ამიტომ, როდესაც ჩემო ძვირფასებო, საუბრობ ძალადობაზე, პირველ რიგში უნდა მოიკითხოთ ქართული ოცნების ძალადობა. მე ახლა შემიძლია თქვენ განახოთ 13 წლის განმავლობაში რამდენი ნაციონალური მოძრაობის ოფისი აქვს დარბეული. მე შემიძლია შეგახსენოთ, რომ დაახლა უახლოეს წარსულში დარბეული იყო ჩვენი გორის ოფისი. არავინ ამასთან დაკავშირებით არ დაკითხულა, არავინ არ დაჭერილა. ზუგდიდის ოფისი რო თავზე გადამალეწეს, ეგ ისტორია გახსოვთ? დაგუგლეთ აბა. ვინმე დაიჭირეს? ვინმე გამოიძიეს? საარჩევნო კამპანიისას თავს რო დამესხდნენ მოქმედ პარლამენტის წევრს, ხელი რო გამარტყეს პირდაპირ ეთერში, პოლიცია იქ რო იდგა და უყურებდა მაგ ყველაფერს. ვინმე დაიჭირეს და გამოიძიეს? ლევან ხაბეიშვილის ცემაზე ვინმე დაიჭირეს? ვინმე დასაჯეს? 500 ადამიანი რო აწამეს, დაასისხლიანეს. ვინმე გამოიძიეს და დაიჭირეს? პასუხისგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ქართულ ოცნებას. არ არსებობს არანაირი ორი მხარე ამ ქვეყანაში. არსებობს 500 კაციანი ფულზე მიმიბული ტიტუშკები, რუსები, რომლებიც ტენდერების გამო, ვიღაცა იმის გამო, რომ რაღაც იტყავთ დაჭერილი და სხვა გზა არ აქვს. ყიდიან ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და მზად არიან, რომ მონობაში იყოს ეს ქვეყანა. და მეორე მხარეს არის პატრიოტი, მართალი ადამიანი, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. თქვენ უნდა გენახათ, როგორ იბრძოდნენ თერგდალეულები თავის დროზე. და როგორ იბრძოდნენ საერთოდ ჩვენი წინაპრები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ამიტომაც პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას და ყველა ძალადობაზე მას უნდა მოკითხოთ. ქართულ ოცნებას უნდა მოკითხოთ და უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს
და თუ იმაზე მიდიან და როდესაც იმაზე მიდიან, რომ საქართველოს ღალას დეკლარირებულად ხელს აწერენ, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა იყვნენ, რომ აუცილებლად მათ მოღალატეს და აუცილებლად მათ რუსს დაუძახებენ. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ დღეს მელიქიშვილზე იყო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ თვეების განმავლობაში დგას გმირულად და იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს ბანერების დაზიანება, ოფისის ჩახერგვა, გინება, გამოხატვის თავისუფლებაში რომელი და დიტოს სამხარაძის გინება, რომელი მე არა, მეც კონკრეტულ ამბავს გეკითხებით, მე დიტოს სამხარაძის გინება, რომელ გამოხატვის თავისუფლებაში ზის. აი აქტივისტების ცემა, აი ის აქტივისტების საქმე, სახლებთან რო ხდებოდნენ, გია ჯაფარიძე როცემეს. გახსოვთ ეგ კეისი? კონკრეტ, ხო და მე აგერ, ეს არის ჩემი შეფასება. და ეხლა თქვენ გეკითხებ, კონკრეტული кейსებია ეს და თქვენ მიპასუხეთ. გია ჯაფარიძეს რო დახვდნენ სადარბაზოსთან და რო გაუსწორდნენ. გამოიძიეს? ეს ნორმა პირდაპირ კავშირშია. პირდაპირ კავშირში. არა, გუშინ ჯერითი მელიქიშვილზე მე რასაც უყურე. არაფერ შუაში არ არიან, ეხა ის სამოქალაქო აქტივისტები, როგორც თქვენ გინდათ, რომ ისრები გადაიტანოთ. იმიტომ რომ თავდასხმა მოხდა ქართული ოცნების ტიტუშკების მხრიდან, რომლებმაც პოლიციაც გაიგდეს, გადაუარეს, ბოთლი ესროლეს, ხელი გაარტყეს, ბოლომდე გააფარჩაკეს ეგ პოლიციელი მერე გამოიყენეს და ათქმევინეს, რომ არავის ხელი არ მომხვედრია მანტო. შესაბამისად, უნდა იცოდნენ, თუ ვინმე ამ ქვეყანაში აწყობს ძალადობა, თუ ვინმე პროვოცირებს ძალადობაზე, თუ ვინმე ამ ქვეყანაში ასისხლიანებს ადამიანებს, ეს არის ქართული ოცნება. ამიტომაც სანამ ამ კითხვას დასვამთ, აქვთ თუ არა ვინმეს უფლება, რომ ქართულ ოცნებას მოღალატე დაუძახოს, მაშინ კარგად ნახეთ, საითკენ მიყავს ქართულ ოცნებას ეს ქვეყანა და მოიკითხეთ ყველა ის საქმე, რომელიც ამ 13 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა. გინებაზე, ბანერების დაზიანებაზე მისაღებია თავისუფლებაში. ქართული ოცნების მოღალატე რეჟიმზე ყველა გინება არის ალალი. აი ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბანერებთან დაკავშირებით, მე შემიძლია, რომ აი ეხლავე განახოთ უამრავი ოფისი ჩვენი, რომელიც დაარბია ქართულმა ოცნებამ, ქართული ოცნების ტიტუშკებმა. იქ წარწერით კი არა, მარტო გუშინ იქ რუსული ოცნება მიაწერეს, სხვა არაფერი უკნია და მე შემიძლია განახოთ ჩამოხეული ბანერები ჩვენი და განადგურებული ბანერები, რომელზეც არც კი აღძრულა საქმე, მილიონ დაკითხვაზე ვყოფილ ვარ და მაინც, ამიტომაც ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. და როდესაც თუ ვინმე ამ ქვეყანაში ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს, ეს არის ქართული ოცნება. ქართული ოცნებისთვის ნახეთ, თუ ქართული ოცნებისთვის ყველაფერი მოსულა, ის მოსულა, რომ დაასისხლიანოს საქართველოს მოქალაქეები, ის მოსულა, რომ ამ ქვეყანას უღალატოს, ის მოსულა, რომ ქალები ცემოს და ათრიოს, ის მოსულა, რომ ზიანამაღლობელი ციხეში ჩასვას, 60 პოლიტიკური პატიმარი ყავდეს. ესე ქუჩაში ხვდებოდნენ ადამიანებს და ცემდნენ, შვილებს უკავებდნენ და მასწავლებლები ყავდეს ციხეში. ყველა გინება ქართულ ოცნებაზე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არის ალალი და შეირგონ, როდესაც იმ საქმეს აწერენ ხელ, რა საქმესაც ხელი მოაწერეს. ანუ გამართლებულია მათი. გიპასუხეთ მე უკვე ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო. რასთან? ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით საქართველოს საკითხზე უნდა იმჯერონ, რა მოლოდინები გაქვს სინახიდაშერი და საუმეზროშვილი არიან დაბარებულები მოწმეებად, ასე ვთქვათ, მათ უნდა ისაუბრონ საქართველოში არსებულ მდგომარეობას და რა მოლოდინები. ეს თავისთავად არის ძალიან კარგი ფაქტი, რომ ჰელსინკის კომისიაზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოდან სპიკერები და ძალიან ნათლად მიუთითებს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მართავს რუსული ხელისუფლება და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ხელისუფლების წყალობით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღარა ვართ, მაინც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ყურადღებას ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან. ამიტომაც ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ყურადღება იქნება გამახვილებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ყურადღება იქნება გამახვილებული მეგობარაკზე, სანქციების პაკეტზე, რომელსაც ჩვენ ველით ამერიკის შეერთებული შტატებისგან პერსონალურად ქართული ოცნების ლიდერებზე და ქართული ოცნების იმ ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმს ეხმარებიან ძალაუფლების შენარჩუნებაში. საქართველოს საკითხიდან თავად პრობლემა დასახელებულია ჩინური ინვესტიციები. რომ ამასთან დაკავშირებით სწორედ მიწვეულების საადმინისტრაციო და თინა ხიდაშვილი. კი, იმიტომ ვფიქრობთ, რამდენად არის პრობლემა და არის თუ არა საქართველოს პროჩინური და არის თუ არა ქვეყნის მთავარი პრობლემა. ხო, ასე ფიქრობ, თუ
პირველ რიგში არ ვიცი რომელ ჩინურ ინვესტიციებზეა საუბარი, მაგრამ ჩინურ სასხებს რო კვირდებოდა ქართული ოცნება, ეგ ჩინური სასხები, უფასო ჩინური სასხები, ჯერ საქართველოს მოქალაქეებს არ უნახოთ და იქნებ მოიკითხოთ, სად არის ეს უფასო ჩინური სასხები, რომელსაც კვირდებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ეს ერთი, მეორე. ის რომ საქართველოს კურსი იცვალა და ის რომ საქართველოს არ არის ევროპული ინტეგრაციის ნაწილი, არ არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი და ცდილობს რომ მისი მთავარი მოკავშირე რუსეთთან ერთად იყოს ირანი და ჩინეთი, ეს არის ძალიან ცხადი. და ეს ცხადია, რომ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც საქართველოს თავს ეხლა ხდება და იმ გარემოებების გათვალისწინებითაც, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჩინეთისთვისაც კი არ არის ქართული ოცნება სერიოზული პარტნიორი, მთავარ ღონისძიებაზე არც კი მიიწვიეს საერთოდ, რადგან ჩინეთისთვისაც კი საქართველოს არის არასანდო პარტნიორი, არასტაბილური პარტნიორი, რა თქმა უნდა, რომ ევროპული ინტეგრაციის შესუსტება და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების თანამშრომლობის შესუსტება არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ მეორეს მხრივ ჩვენ რომ ნახულობთ რა ვიცი ირანთან მოთანამშრომლე საქართველოს ხელისუფლებას, ჩინეთთან მოთანამშრომლე საქართველოს ხელისუფლებას. ჩინეთთან თანამშრომლობა პრობლემა არ იქნებოდა ჩვენ რომ ევროპული ინტეგრაციის და ამერიკული ინტეგრაციის კუთხით მივდიოდეთ იმ ნაწილში, ეკონომიკურ ნაწილში. ნახეთ, რა ნაწილსაც თქვენ ახლა აპერირებთ და რა ნაწილიც უნდა რომ ქართულ ოცნებას წარმოაჩინოს ესე. მაგრამ როდესაც ჩვენ აქეთ დაკარგული გაქვს ყველა და ყველაფერი და ხარ იზოლაციაში მარტო რუსეთთან და მოკავშირედ გრჩება მხოლოდ რუსეთი, ირანი და ჩინეთი და თან არიცი რა არის ის რაც ამადგან შეიძლება შენ გელოდეს, რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა. ამ პრობლემა უკვე ხნის თუ საომავლობ და რა პრობლემებია საუბარი არ ვიცი ხა ეგ უნდა კითხოთ იმ სპიკერს, მე ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით მე როგორ წარმომიდგენია გაგეცით, ეხა კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით უნდა კითხოთ ვინც არის სპიკერი მანდ. თინა ხიდაშელი, მე როგორც ვიცი სპიკერი და შეგიძლიათ მას დაასუსტებინოთ. ჩინური ინვესტიციები, აუ ჩაგიკითხებთ ამაზე. კი, კითხეთ. აცხადებს რომ ჩინური ინვესტიციები ძირს უთხრის საქართველოს და თქვენც ასე მიგაჩნია. იმ ფონზე როცა ამერიკაც თანამშრომლობს, თანამოსაც მე ზუსტად ეგ პასუხი გაგეცით სხვათა შორის იმ ნაწილში. ამას პასუხობ ახლა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ისა მე ზუსტად ეგ პასუხი გაგეცით, ვიცოდი რომ მომდევნო კითხვა გცნობთ უკვე პროპაგანდისტების კითხვები ვიცი ზეპირად და ვიცოდი რომ მომდევნო კითხვა ეს იქნებოდა და მაგ ნაწილში გაგეცით ზუსტად ეგ პასუხი. ნახეთ, თუ ხო ზუსტად ეხლა რასაც თქვენ ამბობთ რომ ჩინეთის ეკონომიკა არის იმდენად მნიშვნელოვანი და დიდი რომ ხო ამერიკის შეერთებული შტატებიც კი და ევროპის ქვეყნებიც კი და ასე შემდეგ თანამშრომლობენ ხო ჩინეთთან. მაგიტო გიპასუხეთ ეს, რომ ჩვენ რომ ვიყოთ ქვეყანა ევროპული ინტეგრაციით, ჩვენ რომ არ გქონდეს ახლა დაკარგული ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა, ჩვენ რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ვიყოთ, ხო, აი ამ ბალანსის დაცვა რო შეგვეძლოს და ჩვენ აი ეს ჩვენი ევროპული ესე ვთქვათ გზა გქონდეს განსაზღვრული ევროპული ინვესტიციები და ამერიკული ინვესტიციები და სხვათა შორის 12%-ით შემცირდა პირდაპირ ინვესტიციები ამ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში, მაშინ ეს არ იქნებოდა პრობლემა. მაგრამ პრობლემა არის, როდესაც ხარ მარტო ჩამოკიდებული ჩინეთის, რუსეთის და ირანის ამარა. ხეთ? შესაბამისად, აქ ბალანსის დაცვა წარმოუდგენელი ამბავია. უბრალოდ შეუძლებელი ამბავია ძალიან მარტივი რაღაცის გათვალისწინებით. ნახეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთისთვისაც კი საქართველო მიმზიდველი და საერთოდ ნებისმიერი ქვეყნისთვის ჩვენი გეოგრაფიული, ცოტა გეოპოლიტიკაც რო ახსნათ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით მიმზიდველი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ევროპული ინტეგრაციის ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობით. მაშინ არის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მაშინ არის საქართველო საინტერესო პარტნიორი. თორე არ ჩინეთისთვის იქნება საქართველო საინტერესო პარტნიორი იზოლაციაში მხოლოდ ირანის და მხოლოდ რუსეთის იმედად ევროპული პერსპექტივის არ მქონე ღმერთმა არქანს და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით გაზდა ეგ თუ მოგვიხსნეს შემდეგ საერთოდ ჩაკეტილი ქვეყანა, რომელსაც განვითარების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ამიტომაც ეს პროპაგანდისტული კითხვაც ჩემი აზრით არ არის ის, რაც
ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობს. იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, მაგალითად ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით ჩინურ ინვესტიციებზე რო საუბრობდა და რო იძახდნენ, რომ აი დავიწყეთ და უკვე დავიწყეთ და ამბავი. აი თქვენ შეგიძლიათ ახლა თქვენი ერთი კამერა გააგზავნოთ ანაკლიის სპორტში და ნახოთ, რომ აი ერთი ტრაქტორი რო დგას იმ ანაკლიის სპორტში და ის ერთი ტრაქტორი რამდენი კამერა გამოივლის იმდენჯერ 5ჯერ რო დაატრიალებენ. აი მაგით თუ აპირებენ მაგ პორტის აშენებას მინიმუმ 200 წელი დაჭირდება კიდე მაგ ყველაფერს. ამიტომ ჯერჯერობით ამ მიმართულებითაც ხელშესახებს ვერაფერს ვერ ხედავთ, მაგრამ ვიმეორებ ჩინური ბიზნესით ჩანაცვლება ევროპული, ამერიკული ბიზნესის და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი ამ ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ის რომ თანაბრად წარმოდგენილი იყოს და ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი იყოს ეკონომიკური განვითარების კუთხით ჩინეთი, ამაში ვერ ვხედავ ნამდვილად ვერაფერს პრობლემას, მაგრამ რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, არის ის რომ ეს ერთი მხარე არის საერთოდ მოშლილი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ამერიკელ პარტნიორებთან და ამის შევსებას, რაც ძალიან არარეალურია, ასევე ამის შევსებაც ის ცდილობს ჩინეთით, რომელსაც ამის არანაირი დიდი мотиваცია მათ შორის არ აქვს და ცდილობს ირანით და ცდილობს რუსეთით, მათ შორის ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე მიბმით. იცით რა არის? ჯერეთი სალომე ზურაბიშვილსაც და თინა ხიდაშელის რომ მანდარიან, ეხლა ამაში ჩემი აზრით არ ვიცი რა პრინციპით შეირჩენ, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის. მან არ აქვს მნიშვნელობა სახელდაგვარებს ვინ იქნებოდა წარმოდგენილი. მან თავარია, რომ აი ეს თავარი თემები საქართველოსთვის რაც არის, მათ შორის მეგობარ აქტთან დაკავშირებით, რომ ეს მეგობარი აქტი მიღებული იქნეს სწრაფად, რომ სანქციების პაკეტები დაწესდეს ქართული ოცნების ლიდერებზე და მათ ოჯახის წევრებზე. აი ეს ხაზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩემთვის ეხლა მაგას არსებითი მნიშვნელობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვინ შეიძლება წარმოადგენდეს ჰელსინკის კომისიაზე არ აქვს ნამდვილად ახლა მე მესმის რომ ქართული ოცნებისთვის უფრო ობიექტური იქნებოდა რომ კობახიძე ყოფილიყო მან წარმოადგენელი ან პაპუაშვილი ყოფილიყო მაგრამ ნუ მათ ჩინეთშიც არ იწვევენ ხა რომ სტრატეგიულ პარტნიორად გვისახავენ არათუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისიის ინტერესებზე როგორც ხათ აი რა პოლიტიკური ინტერესები შეიძლება წაიკითხეთ ჰელსინკის კომისიის დებულება და ნახეთ ჰელსინკის კომისიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები. რა მიზანი შეიძლება ქონდეთ და მას საქმიანობას რა მიზანი ეგ არის მანდ არის გაწერილი თუ ამას მეკითხებით. ეხლა რა შეეხება ჰელსინკის კომისიას? ესენი არიან ჰელსინკის კომისია არის საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს მხარდამჭერი, რომლებიც დგანან საქართველოს მოქალაქეების გვერდით. რომლებიც დგანან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაცავად და რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ ევროპული ინტეგრაცია და არ დაკარგონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. მთელი მათი мотиваცია ჰელსინკის კომისიის იყო მანამდეც და არის სხვათა შორის იყო მაგ დროსაც, როდესაც ქართულ ოცნებას მშვენივრად ჭირდებოდა მასთან თანამშრომლობა. მე არ მახსოვს მაშინ არც ერთხელ ქართულ ოცნებას მათი საქმიანობა პროტესტებინა, ამიტომაც პირიქით მადლობა ისმეტი არაფერი არ გვეთქმით ჩვენ ჰელსინკის კომისიისთვის და ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის, რომლებიც მიუხედავად აი ამ რუსული რეჟიმისა, რომელიც ქვეყანაში არიან, მაინც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მხარი დაუჭირონ, დაეხმარონ და საქართველოს მოქალაქეების ევროპული ინტეგრაცია შეინარჩუნონ. როგორ არ არის პრიორიტეტი, იმიტომ რომ საქართველოს ანუ თქვენ გონიათ რომ ჩვენი აი მაგით განსხვავდებიან ამერიკელები და რუსები ერთმანეთისგან. ნახეთ, ამერიკის შეერთებული შტატებს როგორც ჩვენს პარტნიორს, სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც დამოუკიდებლობიდან დღემდე ჩვენ გვეხმარებოდა რომ თავისუფალი ქვეყანა შეგვექმნა, დამოუკიდებლები ყოფილიყავით, ეკონომიკურად ძლიერები ყოფილიყავით, წელში გამართულები ყოფილიყავით, კი ენანებათ ის რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ ვიზა ლიბერალიზაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსული იზოლაციაში მოხვდნენ და ჩაიკეტნონ, რომ ეკონომიკურად ისე გავნადგურდეთ, უბრალოდ რომ აქ ემიგრაცია კიდევ უფრო მეტად გაიზარდოთ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში და ჭირდება მეგობარი, არა მონა რუსეთივით, ჭირდება მეგობარი, რომელიც იქნება ძლიერი, რომელიც იქნება თავისუფალი, რომელიც იქნება
ეკონომიკურად ისე ძლიერი, რომ მის მოქალაქეებს არ უწევდეთ საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი. ძლიერი, თავისუფალი საქართველო, ეკონომიურად ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი საქართველო, თავისი მყარი იდენტობით და ნამდვილი ქართველობით და არა იმ ფარისეულური ქართველობით, რასაც ქართული ოცნება კვტენის. და მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელსაც საერთოდ ვერ წარმოუდგენია საქართველო როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. რომელსაც საქართველოს წარმოუდგენია ქართველების გარეშე, რომელიც საერთოდ არ განიხილავს და არასოდეს არ განიხილავდა საქართველოს როგორც დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას, რომელსაც არ აინტერესებს ქართული ენა, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და მით უმეტეს არ აინტერესებს საქართველოს ერთიანი საქართველოს იდეა. ამიტომაც აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ის პოზიცია ჰქონდეს, ახლა რა პოზიციას აქვს და როგორც საქართველოს მოქალაქე თქვენს მადლიერი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების, რომ საერთოდ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრობთ დღემდე, თორემ მოგიწევდათ რუსეთის მონობაში ცხოვრება. გახარიას პარტიის სიის ადგილმონაცვლე. ნეტა ესენი რა კიდე. მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით. თან პარტიაში ამბობენ, რომ ბოიკოტში რჩებიან. თქვენი აზრით რა მიზანი უნდა გქონდეს? არის ერთი სული აქვს, მე რასაც უყურებ, ერთი სული აქვს, რომ შევარდნენ და დაჟნენ. აი ხა რასაც უყურებ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რა პროცედურებში შედიან, საერთოდ გუშინ ნახე რაღაცას ეს რო ყავთ გვარი დამავიწყდა სიჭინა რო ყავთ, როგორ ამართლებდა, რომ იქ თურმე რაღაც პროცედურები ყოფილა მარტო და მარტო პროცედურები გაუვლია და მეტი არაფერი უკაცრავად. ჯერ საერთოდ რა პროცედურებს გადიან რუსულ რეჟიმთან? რა პროცედურებზეა საერთოდ საუბარი, როდესაც პარლამენტი არის არალეგიტიმური და როდესაც ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ამიტომაც არ ვიცი ხა კიდე რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით გააკეთონ, მაგრამ გერმანიაში გაქცეული გახარიას პარტიისგან მე ყველაფერს ვერი საერთოდ იმისთვის, რომ თავები გადაირჩინონ, იმისთვის, რომ ბოლო-ბოლო ამ ბიძინა ივანიშვილს ანახონ, რომ როგორი შეცდომა დაუშვა, რომ მისი თავი ანაცვალა იქ ღარიბაშვილს და კობახიძეს და რომ გააგდო, დაუმტკიცონ მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომ ჯერ კიდევ მისი ერთგულები არიან, იმიტომ რომ როგორც თემუდან გამოწერილი კოცი, ზუსტად ესე არის გახარია მთელს ამ პოლიტიკურ ველზე თავისი მენტალობით არის კოცი. ამიტომაც არ ვიცი ხარ ასიზამს როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას, ჩვენთვის ეს ნამდვილად არის უინტერესო, ჩვენ თავის დროზე დავარქვით გახარიას საქმიანობას, ის სახელი, რა სახელიც ქვია და რასაც ისინი აკეთებენ არის მთელი საპროტესტო მოძრაობის და საპროტესტო მოძრაობის ღალატი და ყველა იმ ადამიანის ღალატი, ვინც უკანონოდ ეხლა ზის ციხეში. ამიტომაც არ ვიცი, ხა ბევრს ყოლაპარაკობდნენ და 3 წელი ვერ გაძლეს ოპოზიციაში ისე, რომ არ დაიწყეს კუდის კიცინი ბიძინა ივანიშვილთან. ეხლა გახარია რასაც აკეთებს არის ძალიან მარტივი. ნახეთ, ის ხო გერმანიაში გაიქცა და ცდილობს მაქსიმალურად რომ რაღაცნაირად აქ პარტია არ დაეშალოს და თან ბიძინა ივანიშვილს ევაჭრება. და ეუბნება, რომ რადგან ქართული ოცნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ლეგიტიმაცია რაღაცნაირად შედგეს და რაღაცნაირად ეს ლეგიტიმაცია მოიპოვოს, გახარია ეუბნება, რომ მე მაქვს აი ეს გასაღები, რომ შენ ლეგიტიმაცია მოგაპოვებინე და შემიძლია შემოვიდე პარლამენტში, თუ იქ შენ არ დამიჭერ რაღაცა პარტიას არ დამიშლი და ასე შემდეგ. და აი ძალიან ბევრს რომ ბაქი ბუქობდნენ რეალურად ამ ვითომ სუპერძალოვანი მინისტრობიდან, ჩვეულებრივ შიშარა ადამიანად იქცა, რომელმაც 3 წელი ვერ გაძლო ოპოზიციაში ისე, რომ ქართული ოცნებისთვის არ ეკიცინებინა კუდი. ეს არის ჩემი შეფასება, რასაც ის ახლა აკეთებს. აქ მალე პოდკასტი დაიწყება ოღონდ და ხო. გაგეცით უკვე ამასთან დაკავშირებით მე პასუხი. ჩინეთის ინტერესების გაძლიერება ამ ქვეყანაში არის პრობლემა იმ კონტექსტში, რა კონტექსტის მე თქვენ გითხარით და ეს კონტექსტი არის ეცი, როდესაც აქეთა მხარეს გაქვს თლიანად დაკარგული ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომ როდესაც დაკარგული გაქვს ამერიკასთან საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც ქვეყანას მიაქანებ მხოლოდ იზოლაციისკენ და რჩები მარტო რუსეთის, ირანის და ჩინეთის იმედად, ეს არის პრობლემა, ცხადია, მაგრამ იმ კონტექსტში რა კონტექსტის და ვთქვი კიდეს და განმარტა ეს, რომ იმ კონტექსტში, რომ ამ ქვეყანაში ევროპული და ამერიკული ინვესტიციები, ევროპული და ამერიკული ინტერესები ზუსტად ისე იყოს დაბალანსებული, როგორც ჩინური ინტერესები, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა. არ ხალხო, ამ ჰელსინკის კომისიაზე მე რო ვიყო წარმოდგენილი, უფრო დეტალურად გაგცემდით პასუხს. მიდით და კითხეთ მაგ სპიკერებს. ხე მე ხო არ ვიცი წინასწარ ვანგა ხო არა ვარ თინა ხიდაშელი რას ილაპარაკებს და როგორ ილაპარაკებს. ამიტომაც უნდა მიხვიდეთ და მათ უნდა კითხოთ დანარჩენი დამატებით რაც გაინტერესებთ კიდევ. მორჩით?
დაბადების დღე მაქვს 4 ოქტომბერსთან და აი ქუჩაში რასაც თქვა ამდენი დღის განმავლობაში ამბობ და ანონსებ, რამდენად შესაძლებელია ამის ჯამში სისხლში მოყვანა. აბსოლუტურად შესაძლებელია და მე ამას ვამბობ ყველა ეთერში, ეს დამოკიდებული იქნება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე. რამდენად ვიბრძოლებთ ჩვენ, იმდენად მალე შევძლებთ რეჟიმის ჩამოსვლას. ცხადია მშვიდობიანად, იმიტომ რომ არავის გარდა ქართული ოცნებისა დაძაბულობა ამ ქვეყანაში არ ჭირდება, მაგრამ ჩვენ დავიცოდეთ, რომ სეირნობით კი არა, როგორც ერთიანი ორგანიზებული სხეული ათასობით საქართველოს მოქალაქეებს. აი ხა ნეპალში რა მოხდა ნახეთ? რამდენი ადამიანი გამოვიდა? უბრალოდ იმიტომ რომ სოციალური ქსელები გათიშეს. აი ერთ დღეში აღარ იყო უბრალოდ ის რა ქვია ხელისუფლება ნახეთ და ჩვენ ვაპირებთ რომ ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და ჩვენ გვაქვს ყველანაირი კონსტიტუციური უფლება იმისი, რომ დავიცვათ ეს ქვეყანაც და დავიცვათ საკუთარი თავისუფლებაც. გაპროცესები აჩვენებს ზოგადად რა გარშემო რა ვითარება აჩვენებს რა იმის მიზანი შესრულდება. თავარი რა არის აჩვენებული. ის მუხტი რაც ახლა საქართველოს მოქალაქეებში არის და ის განწყობა რაც საქართველოს მოქალაქეებში არის და ეს იცი ძალიან კარგად ქართულმა ოცნებამ თვითონაც აკეთებენ ამ კვლევებს ზოგადად და ძალიან კარგად იციან მათ რის ფასად უჯდება და აი ეხლაც კი როდესაც მარტო მონაწილეობენ ფაქტობრივად არჩევნებში და მთავარი ოპოზიციური კოალიციები ყველაზე დიდი შედეგებით ვინც ვიყავით არ ვიღებთ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას და რეალურად იციან რომ არანაირ საშიშროებას არ უნდა გრძნობდნენ აი ამ მოცემულობაშიც კი მარტო რო არიან მთელ სამ პროცესში აი იმდენად შეშინებულები არიან რომ უკვე პირადობის მოწვევების ჩამორთმევა დაწყებული აქვთ უკვე სიების გაკეთება დაწყებული აქვთ უკვე საჯარო მოხელეებისთვის საკუთარი ოჯახის წევრების სიების მიტანას და პირადობებს რო ავალებენ ეს პროცესი დაწყებული აქვთ ანუ ეს პროცესიც კი რასაც ერთადერთ რაღაცას რომ თვითონვე იმდენად კარგად იციან რომ არ აქვს ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქეებში და არ აქვს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა, რომ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის, ეშინიათ იმისი, რომ ის შედეგი კიდევ ვიმეორებ, აბსოლუტურად მარტო არიან და მაინც ეშინიათ, რომ ის შედეგი ვერ დაწეროთ, რა შედეგიც თვითონ უნდათ დაიწერონ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დემოკრატობანასაც ითამაშებენ იმისთვის, რომ ეცადონ ამ არჩევნებში ლეგიტიმაცია მოიპოვონ. და ის რეაქციები რაც აქვს ქართულ ოცნებას ახლა და რაც ხდება ქართულ ოცნებაში შიგნით. აი აგერ გამზადებული ყავთ ცალკე ღარიბაშვილი დასაჭერად, ცალკე გომელაური, ცალკე ეს კიდე რიჟვაძე და ლილუაშვილი. აქეთ ეხა მეორე სკანდალი კიდე რაც დაიწყებათ დინარაძე, კობახიძე და კალაძეს შორის კიდე ცალკე ამბავი არის და ეხა ის ამბები რაც მათ შიგნით ხდება და რა მდგომარეობაშიც არიან ასევე არის მათი ძალიან დიდი სისუსტე რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ